ნატანებში კომპანია Polad Iolis საწარმოში დასაქმებულებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს. დაახლოებით 200-მა თანამშრომელმა მუშაობაზე უარი განაცხადა. შეკრებილთა თქმით 6 თვის ხელფასი არ მიუღიათ. გაფიცულებმა ბათუმი ქობულეთის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს, ადგილზე გურიის გუბერნატორისა და სამხარეო პოლიციის სრული შემადგენლობის მობილიზების შემდეგ საავტომობილო მოძრაობა აღდგა. საქართველოს სახელმწიფოს თავრომ რაღაცნაირად დაეხმაროს მათ, იმიტომ რომ ამათ უნდა აქ მუშაობაში გაგრძელება, მაგრამ 10 თვე უკვე ხელფასი არ აუღიათ ამათ. ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, გადავგეტავთ გზებს და ვიმოქმედებთ. მინისტრი იყო ჩამოსული ახლა აგერეთი 4 დღეს უკან დაგვიდნენ რომ ყველაფერი მოგვარდება. თვის ბოლოს ახალი მინისტრი მე ვიტყვი არაფერი არ გამოკეთებული ახალი. 6 თვე არ აღვიღია ხელფასები, თვითები ან 5, 15, 20, 30 და დაპირებები და ამ დაპირებებში 6 თვე გავიდა, რაც არ აღვიღია ხელფასი. პროტესტი არის სამართლიანი, იმიტომ რომ ეს უკვე გრძელდება რამდენიმე თვეა. ახლა აგერ მოქალაქე მეუბნებოდა რომ 40,000 ლარი მაქვს ასახები. წარმოგიდგენიათ კაცო? და ზოგს 50, ზოგს 30. 1000-იც რო იყოს დღევანდელ პირობებში, როცა სოციალური მდგომარეობა და ფონი არის ძალიან ცუდი და კრიზისული, ყველას ვალი აქვს, ყველას ბანკი აქვს, ყველას კიდე სხვადასხვა გადასახადები აქვს. ზოგი სესხულობს და ისე ცხოვრობს. და ამ პირობებში არავინ არ პატრონობს ამ ხალხს. კომპანია ამბობს რომ მე სახელმწიფოსთან ან სახელმწიფოს მისდამი რამე დაბაჟიანება არ აქვს, ფულს ურიცხავს, მაშინ სად მიდის ეს ფული? რატო არ აქვს ამ ხალხს? ეს ხო ცოტა არ არის, 350 ადამიანია აქ დასაქმებული და 6 თვის და 10 თვის განმავლობაში ხალხს ხელფასი არ აქვს. და ბოლოს იძულებული გახდნენ რომ მიმართონ პროტესტის ინფორმას, რა პროტესტიც ფორმაც ეხლა მიმდინარეობს და აუცილებლად უნდა ჩაერიოს სახელმწიფო